და მათთვის მომზადდა. მიმართულებით სამუშაო აღწერილობაში შევიდა ახალციხის მუნიციპალიტეტი. მოადგილებული მელიქით. მოგესალმებით. ეს მექანიზმი პასუხობდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას რაც იყო და ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ახალციხის მუნიციპალიტეტთან. შეხვედრის ორგანიზატორი არის World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა. ამ შეხვედრას ესწრებიან ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები. შეხვედრის მთავარი მიზანი არის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენი ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულმა დოკუმენტმა გააფართოვა მონაწილე მხარეები ბავშვთა დაცვის საკითხებში. თუ აქამდე 2016 წლის სექტემბრამდე ჩართული იყო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, დღეს უკვე ძალიან დიდი როლი დაეკისრა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელმაც ადგილზე თემში უნდა იმუშაოს ბავშვთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით და ნებისმიერ ტიპის ძალადობის შემთხვევაში უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება და შემდგომში შეატყობინოს სათანადო სტრუქტურებს, რომლებიც გაატარებენ გარკვეულ ზომებს ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ თანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციას World Vision-თან ერთად და რომელზეც ჩვენ სწორედ მუნიციპალიტეტში სამუშაო აღწერილობაში წარმომადგენელთა შევიდა ცვლილება და დამატებით გაეწერათ მათ ფუნქციონალურად დაეკისრათ ჩვენ წარმომადგენლებს სწორედ ამ ბავშვებთან ურთიერთობა, მათი გამოვლენა და მათი მიწოდება უკვე პირველადი ინფორმაციისა შესაბამის სამსახურებისათვის, როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ასევე სოციალურ სააგენტოებისათვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე შემდგომში უკვე გადაწყვეტენ და მოეხმარებიან და ახმარებას აღმოუჩენენ ამ ბავშვებს. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის აბსოლუტურად ყველას.